ასე უყურებენ მოქალაქეები იმ შენობების ნგრევას, საიდანაც ისინი 24 ივლისს გამოასახლეს. მძიმე ტექნიკა აგრძელებს თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე 5 შენობის დემონტაჟს. მისამაგზე მცხოვრებთა ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. ამბობენ, რომ წასასვლელი არ სად-აქვთ. ჯერ კიდევ არსებული შენობებიდან მოქალაქეებს გამოაქვთ ნგრევას გადარჩენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და პირადი ნივთები, რომლებსაც ქუჩაში აწყობენ. მე პირველ კორპუსში მესამე სართულზე მქონდა ჩემი ფართი. გადმოყარეს იქიდან ცემენტის მეშოკების უდახეულია, აგურები დაფშნილია. მხოლოდ კოჭებია, მყარი კოჭები, ისიც რამოდენიმე კიდე გახეთქილია და აი მაგის გატანის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ. ვერც კი ანგრევენ, ვითომ საცხოვრისა თუ არ გისიო, მაგრამ სამტონიანი კოშით ვერ ანგრევს, მძიმე ტექნიკა, კედლებს ისეთი მყარი კედლებია. სამწუხაროდ არც ოპოზიციური პარტიიდან არავინ არ გამოჩენილა და სამთავრობოდან ხო კახიკალაძემ ადგილიდანვე მოიხსნა ვალდებულება, არ მოვიდა, არ მობრძანდა ხალხთან და არც კი დაინტერესებულა და თვალჭრელიძის ქუჩის პირველი ნომრიდან გამოსახლებულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ სახელმწიფოს მათთვის არაფერი შეუთავაზებია. შესაბამის სტრუქტურებსა და პოლიტიკოსებს ისინი უყურადღებობაში ადანაშაულებენ. საუბრობენ თბილისის მერის პასუხისმგებლობაზეც და კვლავ მოითხოვენ კახაკალაძესთან შეხვედრას. ბატონო კახი, ეგ არის თქვენი ისა? არავის ცემო ქართულ ხალხსო, რატო გამოგვიე ვის გულისთვის? 5 შვილის დედა ვარ. სოციალური დაუცველი. არ მაქვს სახლი, თბილისში დაბადებული გაზრდილი. ვარ, რაც პირადობა ავიღე, იმის მერე ვარ უმისამართო. სახლი არ მქონია, კარი არ მქონია და ჩემ ქვეყანაში ვითხოვ, რომ დამაკმაყოფილონ მეკუთვნის. და რო ვერ ვნახე ეს სამართალი იძულებული გავხდი, რომ შემოვსული ყავით, თორე აქ რომელიმე ადამიანს არ უხარია, აქ შემოსულა და ცხოვრება ამ პირობებში. არავის არ გვიხარია. და ნება იბოძოს და მობრძანდეს დაგველაპარაკოს ადამიანებს და დაგვაკმაყოფილონ, მარტო ჯიბეებში ნუიდებენ. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება, რომ აი მე მაგალითად შეიძლება რეგიონში სოფელში ფლობდე მიწის ნაკვეთებს გქონდეს ჩემი საცხოვრებელი სახლი, თბილისში არ მქონდეს ბინა და გადავწყვიტო ჩამოვიდე დედაქალაქში და სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის მიწა მივიტაცო და იქ განვახორციელო მშენებლობა. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და მე მგონი ყველა თანხმდებით ამაზე. მე ცხადი არავის არ უპირისპირდები, მაგრამ არც არავის მივცემ უფლებას ფეხქვეშ გათელოს მუნიციპალიტეტის ინტერესები და უწყების იმიჯი. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფები და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედის მიმდებარე სახლის ჩამოშლას მოხდა და დღეს ზუსტად ის ხალხი გულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ეგრეთ წოდებული ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მაცხოვრებლები ბინებიდან, საკუთარი ბინებიდან, რატო არ გამოვყარეთ იქ მსხოვრები ადამიანი თავიანთი საკუთარი საცხოვრებლებიდან და დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობიდან ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არ არის, ეს არის სხვისი საკუთრება. თვალჭრელიძის ქუჩაზე მივიდა კომპანია Black Sea Properties წარმომადგენელიც. ახლა სწორედ ეს კომპანია ფლობს მისამაგზე მდებარე 5 შენობას. Black Sea Properties წარმომადგენლის გიორგი ჩაფრიძის თქმით, არაერთი მოლაპარაკების შემდეგ კომპანიამ ათობით ოჯახი მათი მოთხოვნების შესაბამისად დააკმაყოფილა. მის ამ განცხადებას გამოსახლებულთა ნაწილი კატეგორიულად უარყოფს. ჩვენი კომპანია 2 წლის განმავლობაში მოსახლეობასთან საკმაოდ ხშირად აწარმოებდა მოლაპარაკებას დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. დღეს მდგომარეობით დაკმაყოფილებულია ათობით ოჯახი, რომლის შესაბამისი დოკუმენტი და შესაბამისი კონტრაქტი არსებობს. ხელმოწერილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რაც თქვი გუშინ და რაც თქვი გუშინ წინ. არსებობს სამხარაულის დასკვნა, საიდანაც ირკვევა შემდეგი. აღნიშნული ობიექტი მიეკუთვნება მეოთხე ხარისხის დაზიანებას და შეუძლებელია და აკრძალულია, რომ მასში ცხოვრობდნენ ადამიანები. მით უმეტეს მცირეწლოვანი ბავშვები. ადამიანები დღეს ამ წუთის მდგომარეობით იმყოფებიან თავის ფართებში, თხოვნის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნა გათვალისწინება და ახდენენ თავიანთი ნივთების დემონტაჟს.
სამგორის რაიონში ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე არსებული 5 შენობიდან მოქალაქეთა გამოსახლება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 24 ივლისს დილით დაიწყო. უწყების თანახმად პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განჩინება. ამავე უწყების ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ შენობები ავარიული და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. მოქალაქეთა რამდენიმე საათიან გამოსახლების პროცესს ადგილზე ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებულების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა. დაკავებულთა ნაწილი გამოსახლებული მოქალაქეა, ნაწილი კი მათ მხარდასაჭერად მისული პირები არიან. ისინი მცხეთისა და კახეთის იზოლატორებში გადაიყვანეს.